სწორედ ამ წუთებში იკრიბებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში. საქართველოს მინისტრების განხილვის დღის წესრიგში არ არის, თუმცა მინისტრებმა უკვე დაანონსეს ის, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე თვალს ვერ დახუჭავენ და ბუნებრივია ზოგიერთი სახელმწიფოები წამოჭრიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საკითხსაც შესაბამისად იქნება განხილვა საქართველოსაც და არ არის გამორიცხული, რომ დღის ბოლოს კაია კალასმა შემაჯამებელი პრესკონფერენციის დროს ისაუბროს რა გეგმა აქვს ბრიუსელს ქართული ოცნების რეპრესიასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ კაია კალას დაუსვეს კითხვა ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება სულ უფრო და უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონებს და ახლაც გრანტების შესახებ კანონში შეიტანეს უმძიმესი ცვლილებები. ბუნებრივია მინისტრები უკვე არიან ამის შესახებ ინფორმირებული, ევროკომისიამაც იცის უკვე ამის შესახებ, მათ პირდაპირ თქვეს, რომ აქტიურად მიდის მუშაობა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც არიან ხელისუფლების სათავეში და ვინც ბუნებრივია არიან ამ რეპრესიების სათავეში. ბუნებრივია კაია კალასმა იგულისხმა სავიზო სანქციები და მოლოდინიც არის, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ევროკომისიის შავი სიაც გამოქვეყნდება, სადაც სწორედ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, არა მხოლოდ მაღალ რგოლში, არამედ ქართული ოცნების დეპუტატებსაც, რომლებიც მწვანე შუქს უნთებენ რეპრესიულ კანონებს და რომლებიც მიზანმიმართულად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება იყოს სულ უფრო და უფრო წნეხში და ყველა, ვინც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, წავიდეს ციხეში. შესაბამისად, დღეს ბრიუსელში დაადასტურეს ის, რომ ქართული ოცნების ქმედებებს, რა თქმა უნდა, უმკაცრესი სანქციები მოჰყვება. ველოდები, რომ ზოგიერთი მინისტრი ამ საკითხს წამოჭრის, როგორც ამას ადრეც ვაკეთებდით. ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ფუნდამენტური თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის მხარდამჭერნი. ჩვენი მოლოდინია, გადავდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით და პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც ამას ხელმძღვანელობს. ძალიან მძიმე ამბავია ის, რაც ქართველი ხალხის თავს ხდება. ამ რეჟიმზე უფრო დიდი ზეწოლა უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ესტონეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის მხარდამჭერი და ყოველთვის აწესებდა ამ რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა აკრძალვებს. ბრიუსელში მინისტრები ამ წუთებში იკრიბებიან, არ არის გამორიცხული კიდევ გაკეთეს განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც უკვე ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ბრიუსელის ყურადღება სრულად არის გადართული გრენლანდიაზე და უკრაინაზე, საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ისინი სრულად არიან ინფორმირებული და მიუხედავად ამისა, ევროკომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც ახორციელებენ რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულ უფრო ამკაცრებენ რეპრესიულ კანონებს, რომელიც ზღუდავს თავისუფალ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. დღეს ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმაც დაადასტურა ის, რომ შეუძლებელია თვალი დაიხუჭოს იმაზე, რასაც ქართული ოცნება აკეთებს მედიის შესაზღუდად, სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად და ბუნებრივია ეს ორი ძირითადი პუნქტი არის ევროკავშირის ქვაკუთხედი, რაზეც ევროკავშირი და ევროკავშირის პრინციპები და რაზეც დემოკრატია დგას. შესაბამისად, ქართული ოცნება უნდა ელოდოს ბრიუსელისგან მკაცრ ზომებს, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გამოქვეყნდება სანქციების სია, საუბარია სავიზო სანქციებზე. ეს არის პირველი ეტაპი, რომელზეც ევროკავშირი მუშაობს, თუმცა გასული წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიში ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ თუ ჩინოვნიკებისთვის დაწესებული სანქციების შედეგებს არ გამოიღებდა, უკვე დღის წესრიგში დადგებოდა უვიზო რეჟიმის შეჩერება სრულიად საქართველოსთვის.